და როგორ ვითარდება დღეს ჯაზის ისტორია, ბატონ კახა კანდელაკს ვკითხეთ. Eastern Promotion-ის თანადამფუძნებელს და საქართველოში ჯაზის პიონერს. ინგლისურად house party სახლებში ტარდებოდა მაგარი ისეთი რაღაცა საღამოები, ან აგარაკებზე ვისაც ჰქონდა გენერატორი, იქ მივდიოდით ხოლმე, მაგარ მუსიკას უკრავდით. მინდოდა რომ უბრალოდ კარგ ქვეყანაში გემოვნებიან ხალხში გვეცხოვრა და ჩვენი შვილების და ჩვენი მეგობრები და მათი ოჯახის წევრებიც ესეთი კარგ ატმოსფეროში და ესეთ კარგ მუსიკაში გაზრდილიყვნენ. გავაგზავნდით ფაქს, ოღონდ ფოსტიდან. აი ეს ეხლა რომ სადაც სასტუმროა. 3 დღეში უნდა მისულიყავი, პასუხი ხო არ მომივიდა, უნდა გეკითხა. და ესე გავაკეთეთ. თავისთვის როგორი რაღაცაებში სხვა სამყარო არის. აბა წარმოდით ახლა რომ გაადვილებოთ ეს Manhattan transfer და ესე გავაკეთეთ. იქ რაღაც მე კონტრაქტი რო ჩამოგვიდო ლიმუზინს ითხოვდა, იქ ლიმუზინი არც ვიცოდით საერთოდ თუ იყო ჩვენ რეგიონში აპარატურაზე დიდი პრობლემა იყო როიალის მოდელზე, გიტარის რაღაცები ხო აქვთ ლიმუზინი ვიპოვეთ. მე რამდენი ჯაზ ფესტივალი იქნება ბათუმში? ბათუმში იქნება მე-19. თბილისის ფესტივალი კი 27 და ეხლა დაიწყეთ. მე-10 არის უკვე კახეთი და ეხლა ბაკურიანს ვიწყებთ უკვე პირველია ბაკურიანში და ბაკურიანი რომელსაც მხარს უჭერს და გენერალური სპონსორი არის უდიდესი მსოფლიოს კომპანია Mastercard. დიახ, ნამდვილად საამაყოა ჩვენთვისაც, იმიტომ რომ სულ მინდოდა Mastercard ყოფილიყო, იმიტომ რომ რა დიდ ფესტივალებზე ძალიან ხშირად დავდივართ ევროპაში, როგორც მონტროა, თქვათ ნორსი და ყველგან Mastercard-ი ერთ-ერთი წამყვანი და ქართველი მუსიკოსები უკვე ცდილობენ რომ ქართული ფოლკლი და ესე თანამედროვე მუსიკა ესე გააერთიანონ კაი დოზით და ჩვენი ახალგაზრდა მუსიკოსები, ვინც ბერკლი დაამთავრა ჯულიარდი, ამას უცდილობენ და ძალიან კაი რაღაცები გამოვდით. ჩვენი ქართველი მუსიკოსები ჯემ სეიშენებს ერთმანეთს იცნობენ, ჩვენ კონტაქტებს ამყარებენ და ჩვეულებრივი ამბავია. გიორგი მიქაძე იღე ბეკა გოჩიაშვილი უკვე სტენლი კლარკთან უკრავს, გიორგი მიქაძე ლირი ტენორთან და თავის მუსიკაც აქვს და თან უკვე უმაღლეს ლიგაში შედიან იქ უკვე. ამათი დრო მოვიდა ხე თაობა რა. Mastercard-ი უჭერს მხარს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქართულ კულტურას ახალ სიცოცხლეს აძლევს და საერთაშორისო კონტექსტში წარმოაჩენს. და Winter Jazz ფესტივალი ამ ფილოსოფიის ბუნებრივი გაგრძელება არის. მუსიკა, ისტორია და გამოცდილება, რომელიც შეუფასებელია.